როგორ აამუშაო შენი იდეა, როგორ დაგეგმო შენი წარმატება, როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას, შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე. საღამოშიდობისა მოგესალმებით ყველას, თქვენ უსმენთ რადიო იმედს, გახლავართ ნინი ხუგაშვილი და PR კლუბის მხარდაჭერით გთავაზობთ გადაცემას PR ფორუმი. დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დაწყების რეალური მიზეზები, როგორ ქმნიდნენ გმირებს და ბელადებს. საბჭოთა PR ტექნოლოგიები, მოკლედ თემა ომი და PR-ია დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი ხაზი და გზავნილი. სატელეფონო ჩართვა გვექნება სოსო გალომაშვილთან, ჯებრას უფროსი კონსულტანტი გახლავთ. თავის სტუმარი იქნება ბატონი ზურაბ მარშანია, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. სატელეფონო ხაზია სოსო გალომაშვილი. საღამოშიდობისა, მოგესალმებით ბატონო სოსო. მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელს. დელიმდია და დიდი მადლობა ჩართვისთვის, რომ გამონახეთ დრო და პირდაპირ საქმეზე რომ გადავიდეთ თუ შეიძლება. მეორე მსოფლიო ომი ეს იყო ყოველ თანხმდებით ბუნებრივია, რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, სადაც ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ომამდე რამდენი ხნით ადრე დაიწყო PR და პროპაგანდული ხერხების გამოყენება? რას გვეტყვის სოსო გალომაშვილი? პირველ რიგში უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ თქვენ სწორედ ზანეთ ომი ეს PR-ი და ომში სხვადასხვა ქვეყნების PR ტექნოლოგიები თვითონ ომის პროცესში არ დაუწყიათ, დაიწყო რასაკვირველია ომამდე გაცილებით დიდი ხნით ადრე. შეიძლება ითქვას ესეთი რაღაცა, რომ ხატი, მტრის ხატი, რომელიც საბჭოთა კავშირში ეგრეთ წოდებული კაპიტალისტებისგან იყო შექმნილი, ძალიან ბუნებრივად გადაიზარდა უკვე მტრის ხატში, რომელსაც თქვათ ჰიტლერი და მისი შეიარაღება და ზოგადად ფაშისტური ქვეყნები წარმოადგენდნენ. ეს ძალიან საინტერესო იყო და ახლობით 35-36 წლიდან ხდება 1935-36 წლიდან ხდება ასეთი მტრის ხატის შემოყვანა და რასაკვირველია ეს გამოყენებული იყო როგორც შიშის ფაქტორი სახელმწიფოში, ანუ საბჭოთა კავშირში, რომ იქ არა მარტო თქვათ ცუდი კაპიტალისტები ცხოვრობენ, რომლებიც აწამებენ და ცუდ პირობებს უქმნიან მშრომელებს, არამედ მთელი ფული ამ მშრომელების მოპოვებული მიდის შეიარაღებაზე. ანუ ფაქტობრივად ძალიან დიდი მზადება იყო დაწყებული იმისათვის, რომ ჯერ არ არსებული მტრის ხატი რეალურ მტრის ხატად შემოყალიბებულიყო, ამ შემთხვევაში გერმანიას და ძირითადად იტალიასთან დაკავშირებით იყო ასეთი მტრის ხატი. პრინციპში იყო კლასიკო, დღეს უკვე კლასიკად ქცეული PR მომზადება იმისათვის, რომ აქ გარკვეული დასაყრდენი არ შექმნილიყო ფაშისტური გერმანიისთვის. როგორი ხერხებით და ერთგვარი შეფუთვით აწვდიდნენ ინფორმაციას საზოგადოებას? ვინ ქმნიდა? ყველასათვის გასაგებია, რომ იყო იდეოლოგიის სამსახური, ხო? რომლის ქვეშაც გაერთიანებული იდეოლოგიის სამსახური ერთ-ერთი უძლიერესი იყო საბჭოთა კავშირში და მე შემიძლია გითხრათ, რომ ფაქტობრივად აყვანილი იყო ეს როგორც სახელმწიფოს მართვის სტრატეგიული ფუნქცია. PR-ი როგორც სახელმწიფოს მართვის სტრატეგიული ფუნქცია, ეს ერთი და მეორე გამოიყენებოდა ყველა მატარებელი, რომელიც კი შეიძლებოდა გამოიყენებინათ კომუნიკაციისათვის. პრინციპში შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ისტორიის გადახედვით, ომის ისტორიის შესწავლით შეგვიძლია ფაქტობრივად უმაღლეს ხარისხში აყვანილი კომუნიკაციის დაგეგმა შევისწავლოთ. თუ ჩვენ კარგად ვისწავლით ჩვენს ისტორიას, ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ჩვენი სახელმწიფოს ისტორიას, ძალიან ბევრ რამე, რომელიც ამ ეტაპზე შეიძლება არ გამოიყენება, თქვათ და ჩათვლილია, რომ არ არის თანამედროვე მიდგომები, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრ რამეს ვისწავლეთ. ეს იყო საგაზეთო პუბლიკაციები, სპეციალური პლაკატები, ბილბორდები, სპეციალური ფილმები,
რადიო, ანუ ფაქტობრივად ამ საკომუნიკაციო ომში ჩართული იყო ყველა საინფორმაციო საშუალება, რომელიც მაშინ არსებობდა. სამწუხაროდ საბედნიეროდ არ არსებობდა მაშინ ინტერნეტი და ვერ იყენებდნენ ინტერნეტ კომუნიკაციას. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ნამდვილად. არანაკლებ სხვა ტიპის კომუნიკაცია. რასაკვირველია ჩართული იყო ასევე ეგრეთ წოდებული word of mouth-ის გამოყენება, ამის თქმევით. და ძალიან კარგად გამოყენებული იყო ჭორების გავრცელების მექანიზმი. ერთია ჭორების გავრცელების მექანიზმი, ბატონო და ასევე თუ იყო ხელოვნურად ადამიანების შექმნა და გმირება ჩერაც ხო იმისთვის, რომ საზოგადოებას გარკვეული წარმოდგენა ჰქონოდა, გარკვეული დამოკიდებულება ჰქონოდა, რომ რაღაცა გმირის მსგავსი გამხდარიყო თვითონაც. ძალიან კარგი კითხვაა და სხვათა შორის ასეთი გმირების შექმნის გამოცდილება საბჭოთა კავშირის როგორც სახელმწიფოს და მის სულის ჩამდგმელ ლენინიდან დაწყებული საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყველა ლიდერით სერიოზული ლიდერები გაგრძელებული ეს გამოცდილება ჰქონდათ. ჩვენ გვახსოვს ალბათ სტახანოვი რომელიც უცებ გახდა საბჭოთა გმირი რომელისთვისაც უნდა მიებაძა მთელ საბჭოთა კავშირს და ყველა ცდილობდა რომ გამხდარიყო სტახანოველი ძალიან მარტივად ერთხელაც ძალიან პატარები ვიყავით სკოლაში და ვითვალეთ რომ შეუძლებელი იყო 107 ტონა ქვანახშირის მოპოვება ერთ დღეში ხო ერთ წვაში თან იყო გამორიცხული მაგრამ ეს დააჯერეს ასეთივე ტიპის გმირები იყვნენ ომში რასაკვირველია ძალიან ბევრი ასეთი გმირის სახე იქნებოდა რომელიც გამოიყენებოდა მერე დოკუმენტურ ფილმებში გამოიყენებოდა გაზეთებში იქნებოდა სპეციალური ლეგენდები რასაკვირველია არავინ არ უარყოფს რომ ძალიან დიდ გმირობას ჰქონდა ხო ადგილი საბჭოთა მოსახლეობიდან იმ ადამიანებიდან ვინც იბრძოდნენ თავისი სამშობლოს დასაცავად მაგრამ ხდებოდა გაზვიადება ამ თემების რაც ნუხიერ საფუძველს ქმნიდა რომ შექმნილიყო გმირის სახე და სხვათა შორის ეს არა მარტო ომის პერიოდში ხდებოდა არამედ როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ რომ ომამდე ხდებოდა ხო შემზადება საზოგადოების და თქვათ სწორედ იმ დროსაც იქნებოდნენ გმირები და მაგალითად ძალიან ბევრი გმირი იყო ეგრეთ წოდებული ჩეკადან ხო NKVD-დან ვინც ახდენდა განნეიტრალებას ეგრეთ წოდებული შპიონების ასევე მესაზღვრეებისგან ხდებოდა გმირების შექმნა რომ მან დააკავეს ვიღაცა საბჭოთა ხალხის წრეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ გათიშე და იბატონის ჩვენ ომის ისტორია რომელსაც ჩვენ სხვათა შორის გვასწავლიდნენ სკოლებში იყო აი ესეთი შექმნილი გმირების ისტორია რომელსაც ეხლა როდესაც უფრო ღრმად ვეცნობით ომის ფაქტებს მოვლენებს ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე აცდენა შეთხზულ ისტორიასა და რეალობას შორის. გათიშე და იბატონეს პრინციპი მათ ამ პერიოდში ზოგადად საბჭოთა კავშირის პერიოდში ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ინტელიგენციის დაჩოქების ფონზე ერთგვარად ხომ დაჩოქების ბუნებრივი ბრჭყალებში როგორ ახერხებდნენ მუშათა კლასზე ასე ვთქვათ ზემოქმედებას. ესეც იყო პიარ გათვლა და ხერხი ერთ-ერთი თქვენი დაკვირვებით და თქვენი ხედვით. რასაკვირველია ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო, იმიტომ რომ კლასი ასე ვთქვათ, რომელიც პირველ ეტაპზე არისტოკრატიის სახით იყო წარმოდგენილი სახელმწიფოში, თქვათ რუსეთის იმპერიაში, ეს უნდა განადგურებულიყო და მათი ადგილი უნდა დაეკავებინა მუშებსა და გლეხებს. და ეს ძალიან ხშირად ხდებოდა ხოლმე მხატვრული კინოს გამოყენებით. ძალიან ბევრი ფილმი ვიცით, სადაც ასეთი ტიპის და ასეთი სტრატი ხო საზოგადოების როგორიც არის თქვათ ინტელიგენცია ფაქტობრივად წარმოდგენილი იყო როგორც მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები და პირველ პლანზე აუცილებლად ისინიც გმირის იპოსტასებით ან ლეხები იყვნენ ან მუშები და ომის თემას რო დაუბრუნდეთ აი ამასთან კავშირში მინდა ვთქვა ძალიან ხშირად გამოყენებული იყო როგორც ეგრეთ წოდებული კინოდოკუმენტალისტიკა და სპეციალურად აგროვებდნენ სოფლებში ხალხს და აჩვენებდნენ ფილმებს იმისად
რომ როგორი უძლეველი საბჭოთა არმია როგორ გადადიოდა შეტევაზე და იმ ფილმებში მხოლოდ იხოცებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ გერმანელი ფაშისტები და რასაკვირველია საბჭოთა არმიის ჯარისკაცები რაღაც საოცარ გმირობებს ჩადიოდნენ და ამავდროულად გამოყენებული იყო ეროვნულ კინემატოგრაფიაში გარკვეული გმირების წარმოჩენა ალბათ გახსოვთ გიორგი სააკაძე ფილმი რომელიც ალექსანდრე ნერველიმა თქვათ მოსფილმის მიერ დამზადებული რომელსაც პირდაპირი კავშირი კონკრეტულ ომთან არ ჰქონდა თუმცა პატრიოტული სულის გასაძლიერებლად რაღაცა გარკვეულ სამშობლოს აი გარკვეული საიმიჯო ინდიკატორების დასამკვიდრებლად ქვეყანაში საჭირო იყო ცალკეული ეროვნებების მიხედვით ეს ძალიან დიდი მუშაობა მიდიოდა აქ თუმცა არ მინდა რომ რაღაც სამხრივად გამოვიდეს ეხლა რო თითქოს მარტო საბჭოთა კავშირში მუშაობდნენ ამაზე რასაკვირველია ძალიან კარგად მუშაობდა გერმანიის პროპაგანდა ძალიან სერიოზული სიახლეები შემოიტანეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი ერთ-ერთი კომუნიკაციის სახე რომელსაც ქვია თქვა პირისპირ შეხვედრები და გახსოვთ თქვენ მაგალითად ძალიან ბევრი კადრი არსებობს თქვა ჰიტლერი როგორ ხდება ახალგაზრდობას ჰიტლერი როგორ ხდება რაღაც სხვადასხვა სოციალური ფენების წარმომადგენლებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და დაახლოებით იგივე მეორდებოდა შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის პირობებში, როდესაც ძალიან ბევრი დოკუმენტური ფირი არსებობს, სპეციალური ფილმები, თუ ომის დროს სტალინი როგორ მედგრად ხდება ჯარისკაცებს, როგორ არიგებს მათ და ასე შემდეგ და ასე და არა მარტო სტალინი, არამედ ლიდერები, რომლებიც და მაშინ პირველ პლანზე იყო წამოსული ეგრეთ წოდებული სამხედრო ლიდერები, თქვათ იგივე ჟუკოვისგან, აი ესეთი უზარმაზარი მარშალის და უზარმაზარი პიროვნების შექმნა სწორედ აი ამ მიზნებს ემსახურებოდა. გასაგებია საუბრის მიწურულს მე მინდა თქვენთვის მეკითხა როგორ შეაფასებდით დღეს სპეციალური სამსახურების მუშაობას რომლებიც შესაძლებელია რომელსაც დღეს PR სამსახურები ვუწოდოთ იმ დროისათვის თუმცა თქვენ ნაწილობრივ უკვე გამაცით პასუხი რომ ეს იყო ერთგვარი კლასი დღევანდელი გადასახედიდან მათი მუშაობა. უკაცრავად შეგიძლიათ რომ გამოვიდეთ. მე მინდოდა საუბრის დასასრულს თქვენთვის მეკითხა როგორ შეაფასებდით იმ დროინდელ მუშაობას, ერთგვარ პროპაგანდისტულს და PR სამსახურების საქმიანობას, თქვენ ნაწილობრივ გამეცით პასუხი საუბრის დროს რომ ეს იყო ერთგვარი კლასი. რასაკვირველია ძალიან მაღალი დონის იყო. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ბევრ მეთოდს, ძალიან ბევრ საინტერესო მიმართულებას ხშირად ვიყენებთ ხოლმე და მინდა ვთქვათ მომავალ PR-შიკებსაც და ვთქვათ დღეს გამიჩერე. მოქმედ PR სპეციალისტებსაც ურჩიო რომ ძალიან ხშირად ბევრი წაიკითხონ და ბევრს გაეცნო დოკუმენტურ მასალას სწორედ ამ ომთან დაკავშირებით არსებობს ერთი ბრენდის გურო, ბრენდინგის გურო სტრაუტი რომელმაც სწორედ აი ამ ომების გავლენით თავის ერთ-ერთ ბესტსელერს დაარქვა მარკეტინგული ომები და სწორედ ბევრი ის გამოცდილება ის მეთოდოლოგია რაც იყო გამოყენებული ამ ომებში კარგად გვაჩვენა სწორედ პროდუქტების და მარკეტინგულ დაპირისპირებაში და კონკურენციაში როგორ გამოიხატება აქედან გამომდინარე ერთადერთ რაღაცას დავამატებდი რომ რასაკვირველია ის იდეოლოგიური და პროპაგანდისტული სიმახინჯეები რაც ქონდა ზოგჯერ სიმახინჯე მაგრამ ზოგჯერ საჭირო მიმართულებას რასაკვირველია დღევანდელ PR-ში უნდა ჩამოვაციო და ჩვენ მივიღებთ კარგ გამართულ სწორ მეთოდოლოგიას როგორ უნდა წარიმართოს საზოგადოებასთან შიდა საზოგადოებასთან გარე საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ჩართვისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ასო გალომაშვილი ჯებრას უფროსი კონსულტანტი პასუხობდა PR ფორუმის შეკითხვებს.